სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება, ისინიც პრინციპში მსგავსად ვერძისა პოულობენ ადამიანებს მიმდინარე წელს, ვისთანაც შეიძლება დიდი ხნით უკვე მნიშვნელოვანი შენება. სასწორი მინიმუმ იმას სწავლობს მიმდინარე წელს, როგორ ურთიერთობებს აღარ გათანხმდება აღარასოდეს. და შესაბამისად, როდესაც ის ხვდება თავის თავში ეცნობიერებს, რომ ჩემთან ასე აღარ შეიძლება, ის პოულობს ზუსტად იმას, ვინც მას რეალურად აფასებს. ამიტომ ძალიან დიდი გარღვევის წელია, ასევე სასწორთან გაორდება ქონება. შეიძლება გაორდეს საცხოვრებელი ადგილი, ბევრი გადაადგილებები ელოდებათ, შეიძლება ორ ქვეყანად იცხოვრონ, ან უბრალოდ ორ ადგილას იცხოვრონ, საქმიდან ან დადიოდნენ შებაბერს და თან ეს იქნება ძალიან სასიამოვნო მათთვის. მინდა გითხრათ, ჩემი ცნებით და პრაქტიკაზე გამოიყენებენ დაგროვილ ცოდნას, რომელიც 2009 წლიდან თუ რამე დააგროვეს სასწორებმა პროფესიული პიროვნულად უფრო. უკვე გადადის იმ ეტაპზე, რომ ეს ყველაფერი უნდა დაანაწილონ და ახალ კოლაბორაციებში მეტ შემოსავლად უნდა აქციონ. ამიტომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდია, უბრალოდ როგორც კითხებს სასწორსაც აქვს ეს დილემა, მინდა და უნდა. ოჯახი თუ სამსახური, ანუ აი გახლეჩილი იყოს პერიოდულად შეიძლება და შინაგანი დანაშაული შექმნება შეიძლება კონდეს და მე გეტყვით ეს რამე შეცვალეთ ცხოვრების წესი, რუტინა, ჩვევები და მიხვდებით რომ დრო ყველაფერზე გეყოფათ. იმიტომ რომ ეცდებიან ყველაფერში იყონ და ეს მათ მენტალურ ენერგიას ძალიან გადაწვავს და ხარჯავს.